წესდებები, ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა, ეგრეთ წოდებული ქარდები, Facebook პოსტები, დაფინანსებული პროექტები. ეს ის ინფორმაცია, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს 5 არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ მტკიცებულებად აქვს წარმოდგენილი. სამოქალაქო საზოგადოების ფონდის შემთხვევაში კი მტკიცებულებებს შორისაა ევროპარლამენტის ხდომაზე 4 ივნისს, ასევე ჰელსინკის კომისიაში ფონდის თანამშრომელთა სიტყვით გამოსვლის შესახებ ინფორმაციაც. რაჟდენ კუპრაშვილის უწყების მიერ დაწყებულ გამოძიებას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მორიგი განცხადებით პასუხობენ. ერთობლივ მიმართვაში ისინი წერენ, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დაუმორჩილებლობას უცხადებენ. ეს მოთხოვნა არ ეფუძნება არც სამართლებრივ საფუძველს და არც ლეგიტიმურ ინტერესს. იგი წარმოადგენს პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმს და მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას. მოთხოვნილი ინფორმაცია მოიცავს ჩვენს ბენეფიციარებზე, მათ შორის ქალებზე, ბავშვებზე, ძალადობის მსხვერპლზე, უმცირესობებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, პირად, საბანკო, სამედიცინო და სოციალურ მონაცემებს. მათი დაცვა ჩვენი პროფესიული და მორალური ვალდებულებაა. ჩვენ ვაცხადებთ მკაფიოდ და ერთხმად, ამ ბრძოლაში არავინ რჩება მარტო. სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ეს იდეოლოგიური და ინსტიტუციური დევნა წარმოადგენს რუსული მოდელის პირდაპირ კოპირებას. სასამართლო განჩინებით დგინდება ისიც, რომ ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციების ბენეფიციართა პერსონალურ მონაცემებს ეგრეთ წოდებული ქართული ფარას საფუძველზეც ითხოვს. თავდაპირველად უწყება აცხადებდა, რომ საფუძველი მხოლოდ 3 კანონი იყო: გრანტების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. თავად რაჟდენ კუპრაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებს კვლავ სიცრუეს უწოდებს და უარყოფს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია კონფიდენციალურია. სასამართლოს განჩინებით და სასამართლოს ზედამხედველობით ჩვენ მოვითხოვით გარკვეული ინფორმაციები ამ ორგანიზაციებისგან, თუმცა ამას მოყვა უცნაური, ესე ვთქვათ, პოზიციის დაფიქსირება, რომ ისინი გაანადგურებენ ყველა მტკიცებულებას და არ გადმოცემენ ანტიკორუფციულ ბიუროს, ეს იყო პირველი და შემდგომ დაიწყო მთელი რიგი დეზინფორმაციული კამპანია, რომ თითქოს და ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს ისეთ დაცულ ინფორმაციას, რასაც ადვოკატისა და კლიენტის შორის ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტაციების მოთხოვნით. და ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის დეზინფორმაცია, ჩვენ კიდევ ერთხელ საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა არის კანონით დაცული და ამ უფლებებს, რა თქმა უნდა, ანტიკორუფციული ბიუროც არ შეეხება თავის საქმის წარმოების ფარგლებში. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების გამო ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე 19 ივნისს მიღებულ რეზოლუციას შესწორება დაემატა. რაჟდენ კუპრაშვილის უწყების ნაბიჯებს ბრიუსელი შემაშფოთებელსა და დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველს უწოდებს. ქართულ ოცნებას კი მოუწოდებს შეაჩეროს დამოუკიდებელ ორგანიზაციებზე ზეწოლა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სოლიდარობას უცხადებს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონიც. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებსა და დასავლეთის მოწოდებებს ქართული ოცნების წევრები ერთობლივი გზავნილით პასუხობენ. პარტია ამტკიცებს, რომ ხელს უწყობს ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო საქართველოს დასავლელ პარტნიორებს კვლავ ორმაგ სტანდარტებს შეადანაშაულებს. ის სტანდარტები, რაც ევროკავშირში აუცილებელია და მისაღებია, მაგალითად გამჭვირვალობა, კანონის პატივისცემა, არჩევნების შედეგების ობიექტური შეფასება და პატივისცემა, იგივე სიძულვილის ენის მიუღებლობა, გამჭვირვალობა. ეს ყველაფერი აღმოჩნდა, რომ საქართველოსთვის მთლად ესე არ უნდა ითარგმნოს, როგორც ეს ევროპაში მუშაობს. იმიტომ თუ არსებობს აქ რაიმე ვინმეს კონკრეტული პოლიტიკური მიზანი და ამ პოლიტიკური მიზნის განხორციელებისათვის დაჭირდათ სიძულვილის ენის დაფინანსება და კულტივირება, ამაზე რა თქმა უნდა ჩვენ უნდა მორჩილად დავეთანხმოთ. თუ დასჭირდათ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ჩატარებული სამართლიანი არჩევნების უგულებელყოფა, ამაზეც უნდა დავეთანხმოთ. თუ დასჭირდათ ის, რომ საქართველოში თურმე ყველა ფინანსური ხარჯი გამჭვირვალე უნდა იყოს, მაგრამ NGO-ების, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების ხარჯები აბსოლუტურად დაფარული უნდა იყოს, ამაზეც უნდა გავჩნდეთ. ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებისა და მოქალაქეთა ინტერესებისთვის ბრძოლის პირობას დებენ, ბრიუსელი და ვაშინგტონი თბილისს კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, მსგავსი ნაბიჯები დემოკრატიის უკუსვლას იწვევს.